2015 წლიდან თბილისში 8 ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყება და ამისთვის დედაქალაქის ბიუჯეტში 16 მილიონი ლარია გათვალისწინებული. Ამას გარდა 1 იანვრიდან ბაღის მასწავლებლები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ. 2015 წლის ბიუჯეტი მთავრობის სხდომაზე განიხილავს პრიორიტეტებად ჯანდაცვა, ქალაქის გამწვანება, ბაღებისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლება დაისახა. Ცალკეული მიმართულებით ჩვენ ჯანდაცვის კუთხით რამდენიმე ახალი პროგრამა შემოვიტანეთ, ისევე როგორც კეთილმოწყობის კუთხით რამდენიმე ახალი პროექტი არის შემოთავაზებული, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ. რაიონული გამგეობების დაფინანსება 30 მილიონი ლარით გაიზარდა დაახლოებით, რაც ნიშნავს იმას, რომ გამგეობები ადგილებზე მეტი პრობლემის მოგვარებას შეძლებენ, იგივე ბინადრის საკუთრით ამხანაგობების მხარდაჭერის, შიდა რაიონული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების და ავარიული სახლების გამაგრების კუთხით. 2015 წლის ბოლოსთვის ჩვენ მივიღებთ 8 ახალ ბაღს აშენებას. გარდა ამისა, პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარეობს საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც ასევე გაგრძელდება 2015 წელს და ჩვენ ამ ღონისძიებებით დღევანდელი გადასახედიდან ხაზგასმით ვამბობ, მივიღებთ დამატებით 4000 აღსაზრდელის, ასე ვთქვათ, ახალ ადგილს.